საკურიერო მომსახურება პრეტენზიულ მომხმარებელთან, დამღლელი სამუშაო დღე მიმტანისთვის და ასე შემდეგ. ეს ყოველივე არც ისე ადვილი სამსახურებია, თუმცა დღეს ჩვენს დროში არსებული ვერც ერთი რთული საქმე ვერ შეედრება პირველი მსოფლიო ომის დროს არსებულ პროფესიებს. ჯარისკაცები საშინელ დავალებებს ასრულებდნენ. ველოსიპედებით შეტევა მტერზე და შიშველი ხელებით ვირთხების დაჭერა. ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ყველაზე საშინელ პროფესიებს გაჩვენებთ პირველი მსოფლიო ომიდან. დასაწყისში გამოიწერა არხი და გააქტიურა ზარისხილაკი. მაშასე, დავიწყოთ. მავთულების გამკეთებლები. პირველი მსოფლიო ომის დროს მავთულ ხლართების დამონტაჟება მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, რომელიც მოითხოვდა განსაკუთრებულ უნარებსა და გამბედაობას. მავთულ ხლართები გამოიყენებოდა მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად და თავდაცვითი პოზიციების გასამაგრებლად. მათი დამონტაჟება ხშირად ხდებოდა ღამით, რათა მტრის მხედველობის არეში არ მოხვედრილიყვნენ. მავთულ ხლართების დამონტაჟება მოითხოვდა სიზუსტეს და სწრაფ მოქმედებას, რადგან მტრის ცეცხლის ქვეშ მუშაობა დიდ რისკს წარმოადგენდა. მათი დამონტაჟებისას ჯარისკაცები იყენებდნენ სპეციალურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მავთულის საჭრელები და ჩაქუჩები, რათა სწრაფად და ეფექტურად დაემონტაჟებინათ ბარიერები. ამ პროცესში ხშირად გამოიყენებოდა ხის ან ლითონის სვეტები, რომელზეც მავთულ ხლართები მაგრდებოდა. მავთულ ხლართების დამონტაჟება იყო ფიზიკურად დამღლელი და ფსიქოლოგიურად სტრესული ამოცანა, რომელიც მოითხოვდა გუნდურ მუშაობას და კოორდინაციას. ამ ამოცანის შესრულება იყო კრიტიკული სანგრებში მყოფი ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის და ხშირად განსაზღვრავდა ბრძოლის შედეგს. ჯარისკაცებს უწევდათ აეტანათ დიდი ტკივილი, რადგან დამონტაჟების დროს ხშირად იზიანებდნენ ხელებს, რადგან ბასრი მავთულები მათ ესობოდათ ხელებში. ამ ყოველივეს ფონზე ხმასაც კი არ იღებდნენ, რადგან როგორც კი ხმას ამოიღებდნენ, მაშინვე მოწინააღმდეგე მხარე ცეცხლს გახსნიდა მათ მიმართულებით. თუმცა სირთულეს მარტო ეს არ წარმოქმნიდა. მათ ასევე უკან უნდა გაეკვლიათ გზა საკუთარი ბანაკისკენ, მაგრამ სიბნელეში ხშირად უფრო შორდებოდნენ საკუთარ ხალხს და ბევრი მტრის ტერიტორიაზეც აღმოჩენილა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და სახიფათო პროფესია იყო პირველი მსოფლიო ომიდან. არტილერიის დამკვირვებელი. ერთი შეხედვით ადამიანი 1800 მეტრის სიმაღლეზე უფრო უსაფრთხოდ უნდა იყოს ვიდრე ბრძოლის ველზე, მაგრამ ალბათ ამაში არ დამეთანხმება არც ერთი არტილერიის დამკვირვებელი. პირველი მსოფლიო ომის დროს მტრის ჯარების ჰაერიდან დასაკვირვებლად აქტიურად იყენებდნენ სადამკვირვებლო აეროსტატებს. ეს აეროსტატები, რომლებსაც ჰელიუმით ან წყალბადით ავსებდნენ, მაღლა აშიფრინდებოდა და მათგან დამკვირვებელი ოფიცრები დეტალურად აკვირდებოდნენ მტრის პოზიციებს, გადაადგილებებს და არტილერიის განლაგებას. დაკვირვებისას მიღებულ ინფორმაციას ისინი მყისიერად გადასცემდნენ მიწაზე მყოფ ჯარებს, ტელეგრაფის ტელეფონის ან სიგნალების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევდა მათ საკუთარი ძალები ეფექტიანად მიემართათ მტრის მოქმედებებზე სწრაფად. საპასუხოდ, აეროსტატები ხშირად ხდებოდა მტრის ავიაციის და არტილერიის სამიზნე, ამიტომ მათი დაცვა საჰაერო იარაღითა და მებრძოლი თვითმფრინავებით ხდებოდა. მიუხედავად საფრთხეებისა, აეროსტატებიდან მიღებული დაზვერვითი ინფორმაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საბრძოლო ოპერაციების დაგეგმასა და განხორციელებაში. პირველი მსოფლიო ომის დროს სადამკვირვებლო აეროსტატები მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინსტრუმენტებად იქცნენ, თუმცა მათი გამოყენება დიდ რისკს უკავშირდებოდა. მათი მთავარი ამოცანა მტრის პოზიციების, სანგრების და არტილერიის განლაგების დათვალიერება იყო, მაგრამ მათი თვალსაჩინოება ცაში მათ მარტივ სამიზნედ აქცევდა. მტრის მებრძოლები თვითმფრინავებით ხშირად სპეციალურად ნადირობდნენ აეროსტატებზე და იყენებდნენ ფეთქებად ტყვიებს, რომლებიც წყალბადით სავსე აეროსტატში ხდებოდა და მყისიერად იწვევდა აფეთქებას. ამასთან მტრის არტილერიაც ადვილად აფიქსირებდა აეროსტატს, რადგან ისინი ძირითადად ფიქსირებული ადგილიდან ამოდიოდნენ ცაში. წყალბადის აალება კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა. უბრალოდ ტყვის ან ნაპერწკლის მოხვედრაც კი საკმარისი იყო მის გასანადგურებლად. აეროსტატები კაბელებით იყვნენ დამაგრებული მიწაზე, რაც მათ გადაადგილების უნარს უზრდავდა და მტრისთვის ლოკაციის აღმოჩენას ამარტივებდა. მფრინავ დამკვირვებლებს ხშირ შემთხვევაში პარაშუტები ჰქონდათ, რათა საჰაერო თავდასხმის ან აფეთქების დროს მოესწროთ გადმოხტომა, მაგრამ ეს არც ისე უსაფრთხო იყო, რადგან მტრის ავიაცია ხშირად მათ წინააღმდეგაც აგრძელებდა ცეცხლის გახსნას. გადარჩენის შანსი ყოველთვის მცირე რჩებოდა. აეროსტატების დასაცავად ჯარები ანტისაჰაერო იარაღსა და საჰაერო ძალებს იყენებდნენ, მაგრამ მათი ეფექტიანობა მტრის სწრაფი და მოულოდნელი თავდასხმების დროს ყოველთვის შეზღუდული იყო. მიუხედავად ამ საშიშროებისა, აეროსტატებში მყოფი დამკვირვებლები გმირულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ისინი ფრთხილად აკვირდებოდნენ ბრძოლის ველს, აფიქსირებდნენ მტრის გადაადგილებას და დაუყოვნებლივ გადასცემდნენ ინფორმაციას მიწაზე, რაც ჯარის სტრატეგიული მოქმედებებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
დამკვირვებლებთან ერთად შეუძლებელია არ ვისაუბროთ პირველი მსოფლიო ომის პილოტებზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ავიაცია სრულიად ახალ და გადამწყვეტ ფაზაში იყო. ის შეიძლება ითქვას, რომ ახალი სამხედრო ძალა იყო, რომელიც SSR ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ავიაცია დასაზვერად გამოიყენებოდა, მაგრამ მალევე იქცა საჰაერო ბრძოლების და შეტევების მთავარ საშუალებად. ომის დასაწყისში თვითმფრინავები ძალიან მარტივი და არაეფექტიანები იყო. ისინი ძირითადად ხისგან ან ტილოსგან მზადდებოდა. ძრავები სუსტი იყო და ფრენის სიმაღლე და მანძილით შეზღუდული. თავდაპირველად პილოტების მთავარი ამოცანა სადაზვერო ფრენები იყო. ისინი მაღლა ადიოდნენ და მტრის პოზიციებს, ჯარის გადაადგილებას და სანგრების განლაგებას უყურებდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ, რასაც შემდეგ ჯარებს მიწაზე გადასცემდნენ. როგორც ომი განვითარდა, თვითმფრინავების როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მტრის სადაზვერო თვითმფრინავების შესაჩერებლად პილოტებმა ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს, რასაც საჰაერო დუელი ეწოდა. თავდაპირველად პილოტები ერთმანეთს პირადი იარაღით, პისტოლეტებით და თოფებით ესროდნენ, თუმცა მალევე თვითმფრინავზე დამონტაჟდა ტყვიამფრქვევები. ეს რევოლუციური ნაბიჯი იყო, თუმცა მისი ეფექტიანობა პრობლემური იყო, რადგან მფრინავები ხშირად აზიანებდნენ საკუთარ პროპელერს. მოგვიანებით გამოიგონეს სინქრონიზაციის სისტემა, რომელიც ტყვიამფრქვევიდან სროლის დროს პროპელერის ფრთებს არ აზიანებდა. ამან საჰაერო ბრძოლები გაცილებით ინტენსიური და მომაკვდინებელი გახადა. პირველი მსოფლიო ომის პილოტებისთვის ფრენა უკიდურესად სახიფათო იყო. თვითმფრინავები მოუხერხებელი, არასტაბილური და მყიფე იყო. ძრავები ხშირად ფუჭდებოდა, ხოლო მცირე დარტყმაც კი იწვევდა თვითმფრინავის ჩამოვარდნას. პილოტები ფრენის დროს ხშირად არ იყენებდნენ პარაშუტს, რადგან სამხედრო ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ პარაშუტის არსებობა პილოტების საბრძოლო სულისკვეთებას შეამცირებდა და ისინი მარტივად მიატოვებდნენ თვითმფრინავს მცირე საფრთხის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მფრინავის შანსი ავარიული დაშვების დროს გადარჩენაზე მინიმალური იყო. პილოტები არა მხოლოდ ტექნიკური სირთულებით იტანჯებოდნენ, არამედ მუდმივი სასიკვდილო საფრთხის წინაშე იდგნენ მტრის ტყვიამფრქვევებისგან, არტილერიის ცეცხლისგან და თავად საჰაერო ბრძოლებშიც კი. საჰაერო ასები ყველაზე ცნობილი მფრინავები იყვნენ. მაგალითად, გერმანელი მფრინავი მანფრედ ფონ რიხტჰოფენი, ცნობილი როგორც წითელი ბარონი, ითვლება ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პილოტად, რომელმაც 80-ზე მეტი მოწინააღმდეგეს თვითმფრინავი ჩამოაგდო. საჰაერო ასად გახდომამდე პილოტები ხშირად იღუპებოდნენ პირველივე რამდენიმე ფრენის დროს. ავიაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი გახდა ბომბდამშენების გამოჩენა. თავდაპირველად თვითმფრინავები მცირე ბომბებს აწვდიდნენ მოწინააღმდეგეებს პოზიციებზე, მაგრამ ტექნოლოგიური განვითარებით მათი ეფექტურობაც გაიზარდა. ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა ავიაციის ახალ როლად იქცა და ამით დაიწყო საჰაერო შეტევების ერაც. პირველი მსოფლიო ომის დროს ავიაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ინსტრუმენტი, რომლის როლიც მომავალ კონფლიქტებში კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამ დროის პილოტები მართლაც უდიდესი გამბედაობით გამოირჩეოდნენ, რადგან ისინი არა მხოლოდ მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, არამედ თავად იმ ტექნოლოგიის არასტაბილურობასთანაც უწევდათ გამკლავება, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. დარაჯი. შემდეგი პროფესია იყო დარაჯი, დამკვირვებელი, რომელიც საათობით იდგა სანგრებში და იქედან სპეციალური ხვრელიდან ადევნებდა თვალს საომარ ველს. მისი ამოცანა იყო დაენახა და შეეტყობინებინა ყველაფერი, თუ კი რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა. პირველი მსოფლიო ომის დროს დარაჯის მოვალეობა სანგრებში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო. ეს ჯარისკაცები დღის და ღამის განმავლობაში პოსტზე იდგნენ და თვალყურს ადევნებდნენ მტრის მოქმედებებს. მათ საქმიანობას განსაკუთრებული სირთულეები ახლდა თან, რაც ომის საერთო პირობებით და სანგრების სპეციფიკით იყო გამოწვეული. დარაჯის მოვალეობა პირველი მსოფლიო ომის სანგრებში რთული და საპასუხისმგებლო იყო. ისინი აკონტროლებდნენ მტრის გადაადგილებას, აკვირდებოდნენ ნეიტრალურ ზონას და მტრის სანგრებს. თუკი შენიშნავდნენ ნებისმიერ საეჭვო მოძრაობას ან მოსალოდნელ შეტევის საფრთხეს, მაშინვე აცნობებდნენ ისინი ჯარს. თუ მტრის თავდასხმა შეინიშნებოდა, დარაჯების სიგნალებით აცნობებდნენ დანარჩენ ჯარისკაცებს, რაც მოიცავდა ზარის დარეკვას ან ხმოვან სიგნალს. მათი ყურადღება ყოველთვის კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო მიუხედავად ამინდისა თუ დაღლილობისა, რადგან ნებისმიერი შეცდომა ან უყურადღება მძიმე შედეგებს მოიტანდა. დარაჯის სამუშაო მრავალ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევას შეიცავდა. ეს იყო ექსტრემალური ამინდი, როგორც იყო სიცივე, ნესტი და წვიმა და მათ სამუშაოს ეს მნიშვნელოვნად ართულებდა. ძილის ნაკლებობა მუდმივი პრობლემა იყო, რადგან დარაჯები ხშირად საათობით მორიგეობდნენ დასვენების გარეშე, რაც მათ გადაღლილობას იწვევდა. ფსიქოლოგიური სტრესი გამოწვეული იყო მტრის მზვერავების და შეტევების მუდმივი მოლოდინით. სანგრებში სამუშაოს კიდევ უფრო რთულს ხდიდა სისხლიანი გარემო, სადაც ხშირად გვამები ეყარა ყველგან წინა შეტაკებების შედეგად. ეს ყოველივე არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც აზიანებდა მათ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, დარაჯები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ სანგრების დაცვაში და მტრის შეტევებისგან თავის დასაცავად ჯარის მომზადებაში. ისტორიული ჩანაწერები ადასტურებს, რომ მათი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა ხშირად იყო გადამწყვეტი მტრის შეტევების მოგერიებაში.
თხრილის მზვერავები იგივე ტრენჩ სკაუტები. პირველი მსოფლიო ომის დროს ტრენჩ სკაუტები იყვნენ ჯარისკაცები, რომელთა ძირითადი მოვალეობა იყო სანგრების გარეთ მტრის ხაზების დაზვერვა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. მათი სამუშაო მოიცავდა უკიდურეს რისკებს და დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. ისინი ღამით სანგრებიდან ჩუმად იპარებოდნენ ნეიტრალურ მიწაზე, რომელიც სავსე იყო მავთულხლართებით, კრატერებით და მტრის მიერ დატოვებული სახიფათო მახეებით. ისინი ამ საფრთხეებს შორის გადაადგილდებოდნენ, ხშირად მხოლოდ მთვარის ან ვარსკვლავების შუქზე, რათა მტრის პოზიციები, ჯარის რაოდენობა ან შეტევის ნიშნები დაეზვერათ. მათ აღჭურვილობაში შედიოდა მსუბუქი იარაღი, ზოგჯერ დანები ან პისტოლეტი, რათა ჩუმად ემოქმედათ და სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია შეტაკების შემთხვევაში. დაზვერვისას თითოეულ ხმაურს, ჩრდილს ან მოძრაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მტრის მიერ შემჩნევა უმეტესად სიკვდილს ნიშნავდა. მათ სირთულეს ემატებოდა ექსტრემალური ამინდი და ფიზიკური დაღლილობა, რადგან ხშირად საათობით უწევდათ მოძრაობა წვიმასა და ტალახში. ფსიქოლოგიური წნეხი განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი ან თუნდაც მცირე შეცდომა შეიძლებოდა მათთვის ან მათი თანამებრძოლებისთვის საბედისწერო გამხდარიყო. გარდა ამისა, ისინი ხშირად ხვდებოდნენ მტრის მზვერავებს, რაც ჩუმ შეტაკებებს იწვევდა. მათ უნდა ეცადათ მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ, თუმცა იმავდროულად ეფექტურად შეესრულებინათ დავალება. ტრენჩ სკაუტები გმირები იყვნენ, რომლებსაც ყოველ წამს საფრთხის პირისპირ უწევდათ ყოფნა, თუმცა მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საბრძოლო მოქმედებების დაგეგმასა და შეტევების მოგერიებაში. პირველი მსოფლიო ომის ტანკისტები იყვნენ ახალი და რევოლუციური საბრძოლო მანქანების პიონერები, რომლებიც უდიდეს სირთულეების პირისპირ იდგნენ. მათი ამოცანა იყო მტრის სანგრების გარღვევა და თავდაცვითი ხაზების გასანადგურებლად ტანკების მართვა, მაგრამ ეს პროცესი შორს იყო მარტივისგან. ტანკების შიგნით არსებული პირობები არაჰუმანური იყო, მცირე, ვიწრო სივრცე, სადაც ტემპერატურა სწრაფად მატულობდა და ჰაერი სავსე იყო გამონაბოლქვით. ეს ჯარისკაცებისთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მძიმე ტვირთი იყო. ტექნოლოგია იყო ახალი და გაუმართავი, რის გამოც ტანკები ხშირად მწყობრიდან გამოდიოდნენ და ტანკისტებს მექანიკოსების ფუნქციის შესრულებას კი უწევდათ, პირდაპირ ბრძოლის დროს. ტანკების სიჩქარე ნელი იყო, დაახლოებით 8 კმ/სთ, რაც მათ მარტივ სამიზნედ აქცევდა მტრის არტილერიისთვის, ხოლო მინდვრის ცუდი პირობები, როგორიცაა კრატერები და მავთულხლართები, ხშირად ტანკებს ხაფანგში აქცევდა. ტაქტიკური გამოწვევები კიდევ უფრო ართულებდა მათ მდგომარეობას, კომუნიკაციის საშუალებების ნაკლეობა და ბრძოლის ქაოსში სიგნალების სწორად გაგება სირთულეს ქმნიდა. ფსიქოლოგიური სტრესი მუდმივი თამდევი იყო, რადგან ტანკში ჩაკეტილობის შეგრძნება, მტრის დამიზნების შიში და გამოსვლის შეუძლებლობა თითოეულ წამს სასიკვდილოდ აქცევდა. ტანკებში ასე თუ ისე მაინც დაცულად გრძნობდა ადამიანი თავს, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ომის ველზე გადაადგილება ველოსიპედებით. რაღაც არარეალურად და გიჟურად ჟღერს, მაგრამ რადგანაც ამ ვიდეოში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე რთულ და უცნაურ პროფესიებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ იმ დროს ველოსიპედისტების ბატალიონიც არსებობდა. რატომ მაინც და მაინც ველოსიპედი? ცხენებს საკვები სჭირდებოდა, მანქანებს საწვავი. ველოსიპედს კი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ჯარისკაცის ენერგია და ძალა. პირველი მსოფლიო ომის დროს ველოსიპედისტების ბატალიონები მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად იქმნებოდა, რადგან ველოსიპედი სწრაფი და მობილური ტრანსპორტი იყო, რომელიც სანგრებში ხშირად გაჩერებულ ჯარსა და ფრონტის წინახას შორის ეფექტური კავშირის დამყარებას ემსახურებოდა. მათი მთავარი ამოცანა იყო სიგნალებისა და შეტყობინებების გადაცემა, დაზვერვის ჩატარება, იარაღისა და მცირე მარაგების სწრაფი ტრანსპორტირება და მოწინააღმდეგის გადაადგილების მონიტორინგი. ველოსიპედისტები სისწრაფისა და მოქნილობის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რთული რელიეფი იყო ან სანგრებში მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედი ასე თუ ისე ცვლიდა ცხენს, მისი გამოყენება მაინც სირთულეებით იყო სავსე. ცუდი ამინდი, ტალახიანი და დაბომბით დაზიანებული გზები, მტრის არტილერია და სნაიპერების მუდმივი საფრთხე. ეს ყოველივე მათ სამუშაოს განსაკუთრებით სახიფათოს ხდიდა. მათ უნდა ემოძრავათ მაქსიმალური სიფრთხილით და თან ჰქონოდათ პატარა იარაღი, რათა შეტაკების შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვა შეძლებოდათ. მათი ფიზიკური გამძლეობა იყო გადამწყვეტი, რადგან ხშირად უწევდათ საათობით სწრაფად გადაადგილება დატვირთულ მდგომარეობაში, უძილობის და დაღილობის ფონზე. ველოსიპედისტების ბატალიონები ასევე ასრულებდნენ დაზვერვის როლს, ჩუმად იპარებოდნენ მტრის ხაზებთან ახლოს, აგროვებდნენ ინფორმაციას და დროულად აწვდიდნენ ამ ყოველივეს სარდლობას.
ჩაძირული წყალქვეშა გემების მყინთავები. პირველ მსოფლიო ომში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ძალებიც, მაგრამ ხშირად წყალქვეშა გემები იძირებოდა თავდასხმების შედეგად. ამ გემების ბორტზე კი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ან ტექნიკა ინახებოდა. აქ გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი პროფესია. ვიღაცას ხომ უნდა ამოეღო ჩაძირული გემებიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ძვირადღირებული საომარი ტექნიკა. ამ საქმეს მყინთავები ასრულებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაძირული წყალქვეშა გემების მყინთავები განსაკუთრებულ და უკიდურესად სახიფათო ამოცანას ასრულებდნენ, რაც მოიცავდა ჩაძირული გემებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და აღჭურვილობის ამოღებას. ისინი მუშაობდნენ მარტივი დაივინგის კოსტიუმებით, რომლებიც შედარებით ახალ ტექნოლოგიას წარმოადგენდა და სრულყოფილი ნამდვილად არ იყო. მყინთავებს უწევდა ჩაძირული გემების ნანგრევებში შეღწევა, სადაც გარემო უკიდურესად სარისკო და არაპროგნოზირებადი იყო. მათ ხშირად ხვდებოდათ მწყობრიდან გამოსული მოწყობილობები, ჩახერგილი სივრცეები და საშიში ნამსხვრევები, რომლებიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო. მყინთავები ეძებდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, კოდებს, საბრძოლო აღჭურვილობას ან მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლებოდა მოწინააღმდეგის სტრატეგიის გაგებაში დახმარებოდათ. მათი საქმიანობა ფიზიკური ძალის, სულიერი გამძლეობისა და ტექნიკური ცოდნის შესანიშნავ კომბინაციას მოითხოვდა. გარდა ამისა, წყალქვეშა სამყაროში გადასვლა ფსიქოლოგიურადაც მძიმე იყო, რადგან მყინთავებს უწევდათ უჩვეულო სიბნელეში, უკიდურეს სიჩუმესა და მუდმივი საფრთხის პირობებში მუშაობა. მყინთავების პროფესია რთული იყო, მაგრამ არანაკლებ სახიფათო იყო მეგვირაბეების პროფესიაც. პირველი მსოფლიო ომის მეგვირაბეები იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც მიწის ქვეშ მუშაობდნენ, რათა სანგრების ომის სტრატეგიის ფარგლებში მტრის ხაზების ქვეშ გვირაბები გაეთხარათ. მათი მთავარი ამოცანა იყო მტრის პოზიციების ქვეშ მიახლოება და იქ ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსება, რაც მტრის სანგრებისა და პოსტების განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს პროცესი უკიდურესად რთული და სახიფათო იყო. მეგვირაბეები მუშაობდნენ ვიწრო, ბნელ და ხშირ შემთხვევაში ცუდად ვენტილირებულ გვირაბებში, სადაც ჯანგბადის ნაკლაობა და მომწამლელი აირები მუდმივი საფრთხე იყო. მტრის მეგვირაბეებთან შეხვედრის რისკი კი ყოველთვის მაღალი იყო, რაც ხშირად მიწისქვეშა შეტაკებებსაც იწვევდა. მათ უნდა ემუშავათ სრული სიჩუმით, რადგან ოდნავი ხმაურიც კი მტრისთვის მათი მდებარეობის გამჟღავნებას ნიშნავდა. გარდა ამისა, გვირაბები ხშირად არასტაბილური იყო და მათი ჩამოშლის რისკი ძალიან მაღალი, რაც მეგვირაბეების სიცოცხლეს მუდმივ საფრთხეში აყენებდა. მტრის მიერ დამონტაჟებული მახეები და დეტონატორები კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მეგვირაბეების სამუშაო მოითხოვდა ფიზიკურ გამძლეობას, მაღალ ტექნიკურ უნარებს და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს. მათი შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ მათ მიერ განხორციელებული აფეთქებები ომის სტრატეგიის გარდამტეხი წერტილი ხდებოდა. განსაკუთრებით ცნობილი იყო იპრესის ბრძოლა, სადაც მეგვირაბეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ომის წარმართვაში. იპრესის ბრძოლას პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სისხლისმღვრელ ფრონტის ხაზს უწოდებენ, რომელიც ბელგიაში, ქალაქ იპრესის მახლობლად მდებარეობდა. სალინტი სამხედრო ტერმინია და აღნიშნავს ფრონტის ხაზის მონაკვეთს, რომელიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეა შეჭრილი და რამდენიმე მხრიდან მტრის ცეცხლის ქვეშ იმყოფება. იპრესის სალინტი ბრიტანეთისა და გერმანიის ჯარებს შორის მუდმივი ბრძოლის ცენტრი იყო 1914 წლიდან 1918 წლამდე და რამდენიმე დიდ ბრძოლას მოიცავდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგვირაბეების მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომლებიც იყენებდნენ მიწისქვეშა ტაქტიკას მტრის პოზიციების გასანადგურებლად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაცია იყო 1917 წელს მესინეს ქედის ბრძოლა, როდესაც ბრიტანელმა მეგვირაბეებმა 19 მასიური ასაფეთქებელი ჩადეს გერმანელების პოზიციების ქვეშ და ერთდროულად ააფეთქეს. ეს აფეთქებები ისეთი ძლიერი იყო, რომ მათ ხმა ლონდონშიც კი გაიგეს და ამან გერმანიის თავდაცვა მნიშვნელოვნად გაანადგურა. მეგვირაბეებიც გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა ქალების გარეშე. ისინი საომარი ველი და ასობით კილომეტრის მოშორებით მუშაობდნენ და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში 1000-ობით ქალი შეუერთდა სამუშაო ძალას, რათა შეევსო ფრონტზე წასული მამაკაცების ადგილი და ეხმარებოდა ქარხნებს ომისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოებაში. ისინი ძირითადად მუშაობდნენ საბრძოლო მასალების ქარხნებში, სადაც ამზადებდნენ ტყვიებს, ჭურვებს და ასაფეთქებელ მასალებს. მათი სამუშაო უკიდურესად სარისკო და დამღლელი იყო. ქარხნებში პირობები საშიში და არასასიამოვნო იყო, ხოლო მათ უწევდათ ტოქსიკურ ქიმიკატებთან მუშაობა, მაგალითად TNT-თან, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევდა. ხშირად იყო ყვითელი ქარვის სინდრომი, რომელიც კანისა და თმის მოყვითალო ფერს იწვევდა, ხოლო ხანგრძლივი მუშაობა ასეთ ქარხნებში ფატალურადაც კი მთავრდებოდა და ქალები იხოცებოდნენ. გარდა ამისა, ქარხნებში აფეთქებების რისკი იყო მაღალი.
რაც ბევრ ქალს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. ქალები მუშაობდნენ დღეში დაახლოებით 14 საათს, ზოგჯერ ღამის ცვლაშიც კი, მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან და ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად. მათი როლი მხოლოდ წარმოებაზე არ შემოიფარგლებოდა. ისინი ასევე ხელს უწყობდნენ ომის ეკონომიკის განვითარებას და ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციულ გენდერულ როლებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი შრომა ხშირად არ იყო სათანადოდ დაფასებული, ქალების ეს მასიური ჩართულობა სამრეწველო სექტორში არა მხოლოდ ომის წარმატებისთვის იყო გადამწყვეტი, არამედ საფუძვლად დაედო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც ომის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გვადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღილაკი. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.